ქვეყანაში, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარია, დიდი ხანია სასამართლო პროცესები მშვიდ გარემოში აღარ მიმდინარეობს. გამონაკლისი არც 22 მაისი იყო, დღე, როცა ივანიშვილის სასამართლომ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამჯერად ციხეში ზურა ჯაფარიძე ჩასვა. რეჟიმმა საქალაქო სასამართლოსთან უამრავი პოლიციელი მოაბილიზა. ჩაკეტა ეზო შესასვლელიც. ჭიშკრის გარეთ რჩებოდა ყველა, ვინც ჯაფარიძის მხარდამჭერს გავდა. ნათელი გახდა, რომ სასამართლოსგან სამართლიან გადაწყვეტილებას საზოგადოება ვერს დღეს მოისმენდა. შენობაში ძლივ შევიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სასამართლოს დერეფნებში სკამებზე ჩამწკრივებული პოლიციელები დაახვედრეს. სხდომის ჩასატარებლად სპეციალურად პატარა დარბაზი შეირჩა, მაშინ როდესაც ცარიელი იყო დიდი დარბაზები. ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოყვა, რასაც მანდატურებმა პოლიციის დახმარებით უპასუხა. ხალხი შენობიდან ძალის გამოყენებით გააწევეს. ამ დღეს ყოველგვარი განმარტების გარეშე გადაწყდა ისიც, რომ ჟურნალისტები სასამართლოს შენობაში შესვლას და ჩვეულ პირობებში მუშაობას ვერ შეძლებდნენ. გადაღება მხოლოდ მობილური ტელეფონებით იყო ნებადართული. ზურა ჯაფარიძე სასამართლოში ცოლთან ერთად მივიდა, რომელსაც თავიდან სასამართლო დარბაზში არ უშვებდნენ. პროცესის პარალელურად დაძაბულობა იყო გარეთ. პერიოდულად აქტივისტებსა და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. დააკავეს ორი აქტივისტი, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი, რომლებიც სახალხო დამცველმა საპყრობილეში მოინახულა და თქვა, რომ გოგონებს დაზიანებები აღენიშნებათ. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ სხდომა დაიწყო. მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროტესტის ნიშნად ადვოკატებმა დარბაზი დატოვეს. ჯაფარიძეს კი საზოგადოებრივ ადვოკატზე მოსამართლე შვანგირაძემ უარი უთხრა. როდესაც ყველა დასაბუთებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილდა, მანაც და ჩვენც ვეღარ დავინახეთ იმის აზრი, რომ ჩვენ დამატებით შუამდგომლობები დაგვეყენებინა სასამართლოზე და გაგვეკეთილშობილებინა სასამართლო და მიგვეცა საშუალება და შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ უარი ეთქვა დასაბუთებულ შუამდგომლობებზე. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ზურასთან შეთანხმებით. ყველა პროცესუალური ნორმა დაირღვა, მათ შორის სასამართლოს მიმდინარეობის დროს, იმიტომ რომ წინსწრებად იცოდა, ხო, ამ ეგრეთ წოდებულმა მოსამართლემ და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად იქცა სასამართლო ამდენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო, იმიტომ რომ ეს იყო რეჟიმის დავალება, ჯაფარას სამაგალითოდ დასჯა მისი უკომპრომისობისთვის. ვისურვებდი ნამდვილად, რომ მხოლოდ მორალური მაგალითი არ იყოს და ასევე გახდეს კონკრეტული მოქმედების საფუძველი და ეს მოქმედება ჩემი წარმოდგენით ერთადერთი უნდა იყოს ოპოზიციის გაერთიანება. რა თქმა უნდა, არაფერი კავშირი სამართალთან არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც პროკურატურის მოთხოვნას, იმიტომ რომ ადამიანი გამოამწყდეს ციხეში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად შექმნილი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე არ მისვლის გამო. ზურა ამ მხრივ არის გამორჩეული პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელიც არ შეეპუება რეპრესიებს და ის გააგრძელებს ციხიდანაც ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ზურა ჯაფარიძე პოლიტიკაში შედარებით გვიან გამოჩნდა, მაგრამ მისი პოლიტიკური სტილი სხვებისგან განსხვავდებოდა. არც იუმორს იშურებდა და არც პირდაპირობას. ჯაფარიძე იდგა იქ, სადაც ხალხი იყო და საუბრობდა იმ თემებზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხშირად ტაბუირებული რჩებოდა. კანაფის დეკრიმინალიზაცია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება, საპატრიარქოს კრიტიკა და სხვა. მისი პოლიტიკური პოზიცია მუდმივად მკაფიოდ იყო გამოხატული. როგორც ჩანს, ყველას კარგად ახსოვს, ვის გვერდით იდგა 2012 წლამდე თბილისის მერი კახიკალაძე, გარდა მისი ცოლისა, რომელმაც ისიც არ იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ზურა ჯაფარიძეს ამ პარტიასთან შეხება არ ჰქონია. მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული ზურა ჯაფარიძის გამოწუხს და საკუთარი აზრი, ანუ კი არეშიძეს სოციალურ ქსელში მიწერა, მერის ცოლი ასე გამოეხმაურა. რა გაგიკვირდათ, პოლიტიკოსია დაარღვია კანონი არ გადაიხადა ჯარიმა რაც ვნახე ეხლა და მწერთ ჩემი შვილის ვიდეოზე. ზურას შვილსაც
მამაც ასე უნდოდა მამასთანო, სურას შვილს კი არა, მაგის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრების შვილებს როგორ უნდოდათ მამებთან და რა პირობებში აწამებდნენ, აი ეგ რომ გააზრებული გქონდეთ და მანდაც ემპათია ჩართოთ, ჯაფარიძის ფაქტზე ტირილს არ მორთავდით. ეხლა აქედან და თქვენი ჭყუის სასწავლო გაკვეთილები თქვენ წრეში ჩაატარეთ. ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე არათუ ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ პოლიტიკაშიც კი არ ყოფილა, წლუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მურუსის სასამართლო ციხეში გაუშვა. უფრო ადრე პატიმრობა შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს. იგივე განაჩენის მოლოდინში არიან ნიკა მელია და ნიკა გვარამია.